პლანეტა, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ, სავსეა სიცოცხლით და ასე იყო მილიარდობით წლის განმავლობაში. ცოცხალი არსებები დედამიწაზე ამდენი ხანია იმიტომ არსებობენ, რომ სიცოცხლემ იპოვა გზა, როგორ შექმნას სიცოცხლე. სხვანაირად რომ ვთქვათ, ცოცხალმა ორგანიზმებმა ისწავლეს გამრავლება, ანუ შთამომავლობის შექმნა და შემდეგ ამ შთამომავლობასაც შეუძლია რომ გამრავლდეს. მაგრამ რა არის თვითონ გამრავლება? გამრავლება ეწოდება ახალი ორგანიზმების შექმნის პროცესს. ორი მშობელი ორგანიზმი მრავლდება და წარმოქმნის შთამომავლობას. გამრავლებისას ორგანიზმები თავიანთ შთამომავლობას გადასცემენ თავიანთ გენეტიკურ ინფორმაციას. ეს გენეტიკური ინფორმაცია არის პრაქტიკულად გეგმა იმისა, თუ როგორ გაიზრდება და განვითარდება ეს შთამომავალი და როგორ გადაეცემა გარკვეული თვისებები თაობიდან თაობას. დედამიწაზე ორგანიზმები მრავლდებიან ძირითადად ორი გზით. ესენია უსქესო გამრავლება და სქესობრივი გამრავლება. მოდი დავიწყოთ უსქესო გამრავლებით. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი მშობელი არის ჩართული გამრავლებაში და ამის გამო შთამომავალს ექნება ზუსტად იგივე გენეტიკა, რაც მის ერთ მშობელს. ანუ ეს ნიშნავს, რომ უსქესო გამრავლება წარმოქმნის შთამომავლობას, რომელიც გენეტიკურად იდენტური არის მშობლის. ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, გააჩნიათ ზუსტად იგივე გენები. სხვადასხვა ტიპის მიკროორგანიზმებს, მცენარეებს და ცხოველებსაც კი შეუძლიათ უსქესო გამრავლება. მიკროორგანიზმებში უსქესო გამრავლების მაგალითი შეგვიძლია ვნახოთ ბაქტერიებში. მათ ახასიათებთ სპეციფიური უსქესო გამრავლება, რომელსაც ეწოდება ბინარული გაყოფა. ამ პროცესისას ბაქტერიის ერთი უჯრედი იზრდება, აკოპირებს საკუთარ გენებს და იყოფა ორ იდენტურ უჯრედად. უსქესო გამრავლება შეუძლიათ მცენარეებსაც. მაგალითად, ზოგიერთი მცენარე თავის შთამომავლობას საკუთარი სხეულიდან ზრდის. მაგალითად, სუკულენტების შემთხვევაში, რომელიც არის მცენარეების ტიპი, ხშირად ხვდებით ზუსტად ამას, რომ მშობელი მცენარე შთამომავალ მცენარეს ზრდის საკუთარი სხეულიდან. ამ ახალშობილ მცენარეებს აქვთ ზუსტად იგივე გენეტიკა, რაც მშობელ მცენარეს და თუ გავაცალკევეთ და სადმე გადავრგეთ, თავისუფლად შეუძლია რომ დამოუკიდებლად გაიზარდოს. და ბოლოს ძალიან საინტერესოა, რომ ზოგიერთ ცხოველსაც შეუძლია უსქესო გამრავლება. ამისი ერთი მაგალითი არის ზღვის ვარსკვლავი. ზღვის ვარსკვლავების ზოგიერთ სახეობას შეუძლია რომ გაიყოს რამდენიმე ნაწილად და თითოეული ნაწილი იზრდება სრულფასოვან ზღვის ვარსკვლავად. და თან, რადგან ნაწილებს ერთი და იგივე გენეტიკა აქვთ, ყველა ეს ახალი ზღვის ვარსკვლავი იქნება ერთმანეთის კლონი, იმიტომ რომ გენეტიკა ერთნაირია. კარგი, საკმარისად ვისაუბრეთ უსქესო გამრავლებაზე, ახლა ვისაუბროთ სქესობრივ გამრავლებაზე. უსქესო გამრავლებისგან განსხვავებით, სქესობრივ გამრავლებაში საჭიროა ორი მშობელი, რომლებიც წარმოშობენ შთამომავლობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ შთამომავალი მიიღებს გენების ნახევარს ერთი მშობლისგან და ნახევარს მეორე მშობლისგან. ამის გამო სქესობრივი გამრავლება წარმოშობს ისეთ შთამომავლობას, რომელიც გენეტიკურად განსხვავდება ორივე მშობლისგან, იმიტომ რომ გენების კომბინაცია თითოეულისგან განსხვავებული აქვს. გენების ამ გზით გადაცემა უზრუნველყოფს იმას, რომ ძალიან ბევრნაირი კომბინაცია არსებობს იმის, თუ როგორი შთამომავალი შეიძლება მიიღო ორი მშობლისგან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ სქესობრივი გამრავლება წარმოშობს შთამომავლობას, რომელსაც გააჩნია ძალიან დიდი გენეტიკური ვარიაცია. იმისთვის, რომ ეს ცოტა უკეთ გავიგოთ, მოდი ავიღოთ ორი ძაღლის მაგალითი. ეს ორი ძაღლი არის და-ძმა და ჰყავთ ერთი და იგივე მშობლები. როგორც ხედავთ, ეს ორი ძაღლი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ყველაზე შესამჩნევი განსხვავება ისაა, რომ ერთ-ერთმა მშობლებისგან მიიღო ისეთი გენეტიკა, რომ პატარა ნიშნები აქვს წარბებივით სახეზე და მეორეს არ მიუღია. რა თქმა უნდა, ეს მარტივი შესამჩნევია, მარტივი დასანახი განსხვავებაა, მაგრამ რეალურად გენეტიკური ვარიაცია განაპირობებს გაცილებით უფრო მეტს და მიდის გაცილებით უფრო ღრმად, ვიდრე უბრალოდ ძაღლის ბეწვის საფარი. რეალურად გენეტიკური ვარიაცია განაპირობებს იმას, რომ სქესობრივი გზით წარმოშობილი ორგანიზმები იყვნენ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული და ძალიან ინდივიდუალური. და ეს არის და ეს სქესობრივ და არასქესობრივ გამრავლებაზე. ამიტომ მოდი უცებ შევაჯამოთ რა ვისწავლეთ ამ ვიდეოში. ცოცხალი ორგანიზმები მრავლდებიან და წარმოშობენ შთამომავლობას ან უსქესო, ან სქესობრივი გამრავლების გზით. უსქესო გამრავლებაში მონაწილეობს ერთი მშობელი და მშობელს და შვილს აქვთ იდენტური გენეტიკა. სქესობრივ გამრავლებაში მონაწილეობს ორი მშობელი და შედეგად ვიღებთ შთამომავლობას, რომელიც არის გენეტიკურად უნიკალური და განსხვავდება თითოეული მშობლისგან თავისი გენეტიკით. ამდენად უნიკალური და მრავალფეროვანი არის დედამიწაზე სიცოცხლე. და მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ბაქტერია, სუკულენტები, ზღვის ვარსკვლავი, ძაღლი და ასე შემდეგ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რასაც იზიარებენ ეს ორგანიზმები არის ის, რომ ყველა სხვა ცოცხალი არსებასავით მათაც შეუძლიათ შექმნან მეტი სიცოცხლე, რაც უკვე მილიარდობით წელია ხდება ამ პლანეტაზე.